მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო ეთერშია დღის შეჯამება დღეს რა თქმა უნდა როგორც მთელი მსოფლიო მიჯაჭვული არის ჩვენი ყურადღება კარგად მოგეხსენებათ ახლო აღმოსავლეთისკენ და ძალიან ისეთი მდგომარეობა შექმნილი უკვე ფაქტობრივად კრიტიკული სიტუაცია მას შემდეგ შეიქმნა რაც დაიწყო თავდასხმები ირანზე და ირანის სულიერი ლიდერი აითოლა ხომეინი იქნა მოკლული ერთ-ერთი ამ ავიადარტყმის შედეგად და მათთან ერთად მოკლულია თავდაცვის მინისტრი ირანის ასევე საკმაოდ დიდი მაღალი რანგის მაღალჩინოსნები ეს არის ძირითადად გენერლები ასევე მოკლულია ყოფილი პრეზიდენტი ირანისა აჰმედნეჟადი და ასევე მოკლული არის კიდევ თვითონ აითოლას ხამენეის ოჯახის წევრები, შვილიშვილი, მისი შვილი და არ ვიცი ეს ძალიან ისეთი სერიოზული უკვე ესკალაცია მოვლენების ირანი თავის მხრივ ბომბავს იმ ობიექტებს სადაც არის განთავსებული ამერიკული ბაზები ეს არის ყატარში ეს არის არაბეთის ქვეყნებში ეს არის რა თქმა უნდა იერუსალიმის იბომბება რა თქმა უნდა ირანის ტერიტორიაზე განთავსებული სამხედრო ობიექტები და ამ შემთხვევაში უკვე რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია თუკი რა პოზიციას დაიკავებს საქართველოს ამ ომში. იცით თქვენ კარგად მოგეხსენებათ ომამდე, როდესაც განაცდა ირანის ფერებში სატელევიზიო ანძა ძალიან ისეთი ნებათაღელვა გამოიწვია ისრაელის ხელისუფლებამ ეს ყველაფერი დაგმო და შემდგომში იყო ოფიციალური ვიზიტები ჩვენი ხელისუფლების ამერიკის შეერთებულ შტატებში, სხვადასხვა ეხლაც მიემგზავრებიან საპარლამენტო დელეგაციის მესვეურები ამერიკის შეერთებულ შტატებში და იცით რა არის ახლა ცოტა არ იყოს აი მე არ მინდა ამ ხელისუფლებას რაღაცა გარკვეულწილად ნამუსი მოუწმინდო მაგრამ როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ რომ აი ანძა რატო განათდა მაგალითად სიტყვაზე იმ ფერებში რომელიც ირანის ფერებში როდესაც ეს იყო დამოუკიდებლობის დღე ხალხო ვერ გავიგე რატო არ აქვს პრეტენზია მაგალითად აზერბაიჯანის მიმართ როდესაც აზერბაიჯანს ძალიან ისეთი კონტაქტები აქვს ირანთან იგივე მაგალითად ეხლაც მიუსამძიმრა ირანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ირანელ ხალხს და უწოდა ამ ძალიან მნიშვნელოვანი დარაკარგი ეს ირანელი ხალხისთვის და დაგმო ეს ქმედება და აზერბაიჯანი რომელსაც ისრაელთანაც კარგი ურთიერთობები აქვს იმიტომ რომ ყარაბაღის ომის დროს შეერაღება და დრონები და მთელი ეს სამხედრო გადაიარაღება ისრაელმა მოახდინა თქვენ კარგად იცით თურქეთთან ერთად იმავდროულად აზერბაიჯანის პრეზიდენტს ნელთბილი მაგრამ მაინც კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთან თუ არ ჩავთვლით რაღაც ბოლო პერიოდის გართულებებს ასევე ურთიერთობები აქვს პაკისტანთან რა თქმა უნდა და მიუხედავად ამისა არც ამერიკა ეუბნება აზერბაიჯანს რომ რუსეთთან რაღაცა ურთიერთობები აქვს არც იმას რომ მაგალითად ირანთანაც გარკვეული ურთიერთობები აქვს და ჩვენ ვართ ესე იგი რაღაცა გარკვეული განტევების ვაცი ყველა ვისაც უნდა გადაგვივლის გადმოგვივლის რა ესე იგი მე არ ვიცი სომხეთსაც იგივე სომხეთს რომელსაც ისეთი კონტაქტები აქვს ირანთან იქ საერთო გვირაბის გახსნა იგეგმებოდა თქვენ კარგად მოგეხსენებათ რაღაც ორმხრივი ფორმატის ურთიერთობები იყო ირანთან იგივე სომხეთი ოდეკაბ-ის წევრი არის და SNG-ს წევრია რუსეთთან ურთიერთობები აქვს იმავდროულად ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ისრაელთანაც ბოლო პერიოდში ეხლა აქედან გამომდინარე თურქეთზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი არის უკვე ხო და ესე იგი ყველას აქვს ურთიერთობები იმ ქვეყნებთან რომლებიც დაპირისპირებული აქვს და ჩვენ არ ვპატიობენ იმას რომ ანძა თურმე განათდა ირანის ფერებში და საქართველოს იჭყლიტება ამ გარემოებებში რაღაცა ერთი გადადგმა ეხლა ისეთი ამბავი ატეხეს ამ ანძის ფერებში უკვე მისამძიმრებაც კი უჭერს ხელისუფლებას
ამ ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდაციის შემდგომ. მე შორს ვარ იმ აზრისგან ეხლა რომ როგორ უნდა გაკეთდეს ჩემი პროგნოზები რა თქმა უნდა მე კი გამაჩნია მაგრამ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ისე რომ ქვეყანა არ დაზარალდეს და როგორც მოქმედებს მაგალითად ჩვენი მეზობლები რომ ვერავინ ვერ უბედავს აზერბაიჯანს და სომხეთს ამერიკა ვერ უბედავს იმას რომ რუსეთთან ურთიერთობა აქვს იგივე აზერბაიჯანს ვერ უბედან ჩვენ კიდევ მის უფლება არ გვაქვს რუსებს დაველაპარაკო და ამ დროს აზერბაიჯანელები და სომხები რუსებთან ურთიერთობაში არიან ირანთანაც პაკისტანთანაც და ყველასთან ურთიერთობენ ერთადერთი ვარ ჩაკეტილები ჩვენ ესე იგი ჩვენ არ გვაქვს თურმე არავისთან ურთიერთობის არავისთან შეხვედრის უფლება და ყველანი თავს გვესხმიან და ყველოდის და ყველანი ახლა თავზე ვიკეთებენ იმას, რასაც იტყვიან ხოლმე კახეთში და არ ვიცი ეს როგორ შეიძლება ამ ყველაფრის რაღაცნაირად სიბტყეში გადატანა, როდესაც ასეთი დამოკიდებულება აქვს. მე ვფიქრობ, ამას ჭირდება სხვაგვარი რაღაც გარკვეული მიდგომები. აი, კითხვები დაისვა. მე არაერთი რაღაც პოლიტოლოგის, ეხლა მეც დავსვი ეს კითხვა, ხო, აი რატო ხდება ეს და ეხლა ჩვენთან პოლიტოლოგები და ეგრეთ წოდებული პოლიტოლოგები, რომლებსაც პოლიტოლოგობა მხოლოდ Facebook-ში აქვს, სვამენ კითხვებს, კი ბატონო, რეალობას, ანუ ინფორმაციას გადმოცემენ, იტყვიან ეს ესე მოხდა, ის ისე მოხდა, მაგრამ დიაგნოზს არ სვამენ. და შენ თუ პოლიტოლოგობაზე, შენ თუ ექსპერტობაზე გაქვს პრეტენზია, მაშინ დიაგნოზიც უნდა დასვა. თუ რატო ხდება ეს? აი რატო ხდება ეს, რომ იმას ვერ უბედავენ აზერბაიჯანს და მას რა ქვია, სომხეთს. და შენ გიბედავენ, როცა ყველასთან ურთიერთობები აქვს ამ ქვეყნებს, აზერბაიჯანს და სომხეთს მაქვს საუბარი. და შენ ბოდიში და თავზე ბოდიში გიკეთებს ყველაფერს. აქ არის ერთადერთი ახსნა ამ ყველაფრისა, რომლის თქმაც არ შეუძლია ქართველ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამის თქმა. სხვათა შორის არც იმ რაღაცა ვითომ მოპატრიოტო და მოეროვნულო ხალხს რაღაცნაირად ეთაკილება. ეხლა ეს გადაწყვეტ. არ ვიცი, აი ეთაკილება. ამისი ახსნა არის ის, მეგობრებო, როდესაც შენ ზურგს გიმაგრებს სერიოზული ძალა ვერავინ ვერ გაგადაგთელავს. აზერბაიჯანის უკან დგას თურქეთი ერთი ერი ორი სახელმწიფო. ეს არის პრინციპი, რომელსაც აერთიანებს თურქეთი და აზერბაიჯანის სახელმწიფოები. ამასთან ერთად აზერბაიჯანმა ბოლო პერიოდში საგრძნობ წარმატებებს მიაღწია ყველა სფეროში. თავდაცვის, ეკონომიკის და ყველა მიმართულებით ბოლო-ბოლო რომ ტერიტორიები დაიბრუნა, ყარაბაღი დაიბრუნა და არნახულად გაძლიერდა, ნუ ეს ენერგეტიკული, რა თქმა უნდა, მიმართულებაა, ძირითადად საწვავი, ნავთობი, კარგად, მაგრამ ნუ ფაქტი ეს არის. ამიტომ ვერ უბედავენ, ძლიერს ვერ უბედავენ. ეხლა, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატები მაგალითად ლაპარაკობს, რომ სადღაც დემოკრატია არ არის, იგივე საუდის არაბეთში და არაბულ ქვეყნებში, როდესაც დემოკრატიის ნასახი არის, იქ ვერ ბედავს ამის გაცხადებას, იმიტომ რომ იმ ქვეყნებს ანგარიშს უწევს. სომხეთს ყავს უდიდესი გავლენიანი ლობისტური ჯგუფები ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში და ასევე ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში, რუსეთზეც რომ არაფერი ვთქვათ. სომხეთს ყავს დიდი ლობი, როგორც ებრაელებს აყავს. და ჩვენთან არის ესეთი რაღაცა თქმულება საქართველოში, რომ ყველას ყავს პატრონი, ყველას იმას ჩვენი პატრონი არის ღვთისმშობელი. რა თქმა უნდა არის ღვთისმშობელი, მაგრამ შენი უნდა გააკეთო, კაცო, შენ მარტო ფეხი ეხლა დავით აღმაშენებელს რო ფეხი ფეხზე გადაედო და თამარ მეფეს და ეთქვა ჩვენი პატრონი არის ღვთისმშობელი და არ ებრძოლათ რა ტერიტორიები გაერთიანდებოდა, დაბრუნდებოდა თუ რა მოხდებოდა მაინტერესებს. ან გიორგი ბრწყინვალე გაერთიანებდა საქართველოს. ეს რაღაცა მესიანური და რაღაცა ისეთი დამოკიდებულებები, რომ რაღაცა ყველაფერი თავისით მოხდება, ეს არის ერის დამღუპელი და რაღაცა ეს არის რაღაცა ყვარყვარიზმი და ლუარსაბთათქარიზმის რაღაცა სინდრომი ჩვენს ერში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. აი რაზეც დავიწყეთ, როდესაც სომხეთს და აზერბაიჯანს ასეთი ყავს ლობისტები და ასეთი ძლიერი ზურგები ორივეს, ჩვენ ერთადერთი აქ ამ შემთხვევაში
დასაყრდენიც და ფარი და მახვილი და გუმბათი არის რუსეთი, რომელიც თანაც ჩვენ ურთიერთობები უნდა დავალაგოთ. აი ეს არის ეს ყველაფერი. და თუ ამას ვლაპარაკობ მე 15 წელია მეგობრებო. თუ რუსეთთან ჩვენ ურთიერთობები ვერ დავალაგეთ, აი ესე გადაგვრთელავენ ყოველწუთს. და როდესაც შენ იქნები წელში გამართული, ვერც ვერავინ წამოგარტყამს თავში და ვერ მოგთხოვს იქ რატო ქენი ეს რო. აი როგორც ახლა ბელარუსის შემთხვევაა, რომ ბელარუსს ვერ უბედავენ, იმიტომ რომ ბელარუსს აქვს სამოკავშირო ხელშეკრულება გაფორმებული რუსეთთან და დაცულია ყველასი. ყველა მხრივ არეშნიკები განთავსებულია იქ და ანუ ამ მხრივ ამ მიმართულებით არის ყველაფერი ძალიან მაღალ დონეზე. ეხლა მე არაერთხელ ვთქვი, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი იმისათვის, რომ ჩვენც გავერთიანდეთ ბელორუსულ კავშირში და ეს იქნება საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. სხვა მხრივ ჩვენი ქვეყანა ფეხქვეშ გაითელება. ეხლა ერთი მუჭა ნაძილებს თუ ეს არ მოსწონს, ეს ერთი მუჭა ნაძილებს არ უნდა გადავაყოლოთ ეს ქვეყანა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ სახელმწიფოებრივად. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ისე, როგორც ჩვენ ქვეყანას სურს. ეხლა აი ბოლოს იყო შეხვედრა ბელორუსისა და რუსეთის პრეზიდენტებისა, განხილული იქნა ის საკითხები, რომელიც ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა საკმაოდ დიდია, არის ესე იგი, აი ლუკაშენკომ თქვა თავის გამოსვლაში, რომ ბელორუსებიო ევროპაში კი აღარ მიდიანო და დასავლეთში კი მიდიანო რუსეთშიო და მართლაც აი აქ როდესაც მე ვიმყოფები, ძალიან ბევრი ბელორუსი ჩამოდის, მუშაობს და ინვესტიციებს ახორციელებს და აქ ხდება შემდგომ ამ ფულის მერე გადასროლა ბელორუსში. ანუ აქ არის მათთვის ხელსაყრელი 1 საათის საფრენია ბელორუსიდან უგზეთამდე, სხვათა შორის ახლა კეთდება ესეთი ჩქაროსნული მატარებლის მარშრუტი კეთდება, ანუ იმოძრავებს მატარებელი უფრო ჩქარა და რაღაც 2-3 საათში დაფარავს იმას, რაც აქამდე რაღაც 10 საათი თუ რაღაცა ჭირდება. 7-დან 10 საათამდე ჭირდება ჩქარი მატარებელი 7 საათით ჩქარი მატარებელი 7 საათში ჩახვალ მოსკოვიდან მინსკში, ხოლო ისეთი ცოტა ისეთი ღამის მატარებელს 10 საათი ჭირდება და ეს შემცირდება ძალიან მინიმალურად 2-3 საათამდე დავა. და ეს კიდევ უფრო, რა თქმა უნდა, დაახლოვებს მინსკსა და მოსკოვს. აი ყველა მხრივ დაახლოება ხდება და ეკონომიკაც ბელორუსის თქვენს კარგად იცით რუსეთზეა დამოკიდებული. ჩვენ არ გვინდა ამის გაგება. ჩვენში მაინც კლავად ეს რუსოფობია სჭარბობს. ჩვენ მაინც ესე იგი კლავად ერთი მიმართულებით მივდივართ. ეხლა აი იმედმა გააკეთა ესეთი კოლაჟი თავისი წინა გადაცემებისა და აიო ჩვენო რომ ეს დასავლეთიო გვიკიჟინებსო იმასო რომ აიო თქვენო ესე იგი ევროპულ ანტიუკრაინულ განცხადებებს აკეთებდითო როდის იყო ესაო აიო ხედავთო ჩვენ როგორ უჭერდით უკრაინას და გამოფინეს ეს ისინი სიუჟეტები სადაც იქ პირდაპირ რუსების გინება არის. ეკრანზე არის მითითებული ანგარიშის ნომრები უკრაინის გადასარჩენად და ვთხოვ მაყურებელს თუ რა თქმა უნდა ექნება ამის სურვილი და შესაძლებლობა ერთი თეთრიც კი აი ქეთის გარშემო მყოფი ადამიანებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზუსტად ისევე მტკივა და განვიცდი ჩვენი მოძმეერის უკრაინელების ახლანდელ მდგომარეობას და ზუსტად ისევე ვგმობ და დედის ვუკითხავ რუსეთს 24 თებერვალს რუსეთი აბსოლუტურად დამოუკიდებელ და სუვერენულ ქვეყანაში შეიჭრა. საზღვარგარეთ მომუშავე 80,000 უკრაინელი მამაკაცი სამშობლოში დაბრუნდა და მისი დამცველების რიგებს შეემატა. და გიროები, ესე იგი სლავა უკრაინი, ხო? გიროემ სლავა. საქართველოში ყველაზე კარგად ესმით იმის, რა სურათიც ქართულ საპარლამენტო დელეგაციას ბუჩაში დახვდა. რამდენიმე თვიანი ოკუპაციის შემდეგ ხარკოვის ოლქში უკრაინელი ჯარისკაცები გამოჩნდნენ. სამხედროებისა და ადგილობრივების ემოციური შეხვედრის კადრები უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან და სოფლიდან ვრცელდება. უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს, შეკრებილი მოქალაქეები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას და უკრაინელ ხალხს გმობენ რუსეთის აგრესიას. თითოეული ადამიანის დახმარება ჩვენი მოძმე უკრაინელებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სამშაბათს უკრაინა პოლონეთის საზღვართან გაემგზავრებიან, როგორც უკვე გითხარით, ნუე სულაბერიძე და ირაკლი მაკაცარია დიდი მისიით.
ქართველი ხალხის მიერ შეგროვებული ნივთები ლტოლვილებამდე ჩაიტანონ. შეთანხმების ფარგლებში უკრაინა 2 მილიარდ ევროს მიიღებს. ნიდერლანდები ვალდებულებას იღებს დახმარება გაუწიოს უკრაინას მიმდინარე წელს და მომდევნო 10 წლის განმავლობაში. რაც შეეხება უშუალოდ უკრაინაში გასაგზამ ტვირთს, საჭირო ნივთების შეგროვების პროცესი გრძელდება და ის ეტაპობრივად იგზავნება. უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მიიტანა იერიშ. უკრაინამ ბელგოროდზე დრონებით მიიტანა იერიშ. უკრაინის არმია რუსეთის სიღრმეში კვლავ წინ მიიწევს. უკრაინამ კიდევ 115 სამხედრო ოტყვე დაიბრუნა პრეზიდენტ. უკრაინამ 79 F-16 თვითმფრინავიდან 10 უკვე მიიღო. შეერთებული შტატები უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს, რომლის ღირებულებაც $200 მილიონ შეადგენს. უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით როსტოვის ოლქში მდებარე ნავთობის ბაზაზე იერიში მიიტანა. უკრაინამ საზეინტო კომპლექსი დონბასში რუსული მოიერიში თვითმფრინავის სულ 25 გაანადგურა. უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 90 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა. უკრაინამ დრონებით თავდასხმა მოაწყო რუსეთის რამდენიმე ოლქზე. წლის ბოლომდე უკრაინა საფრანგეთისგან მირაჟ 2000 ტიპის ავიაგამანადგურებლებს მიიღებს. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $275 მილიონი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ ობიექტებს ბომბავს. უკრაინამ რუსეთის კურსკის რეგიონს დრონებით შეუტია. შეერთებული შტატები უკრაინისთვის $275 მილიონი ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. უკრაინის სამხრეთ სარდლობის ცნობით რუსეთმა ფრთოსანი რაკეტების გამშვების შავი ზღვის ფლოტის უკანასკნელი გემი დაკარგა. შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. შეერთებული შტატები უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას მიმდინარე კვირას დაიწყებს. უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. დიდი ბრიტანეთი უკრაინას 60 მილიონ ფუნტ სტერლინგის ღირებულების თანამედროვე დრონებისა და საჰაერო თავდაცვითი სისტემების მიწოდებას პირდება. საფრანგეთი უკრაინაში სამხედრო საწარმოების გახსნას გეგმავს. დიდი ბრიტანეთი უკრაინას 10,000-ზე მეტ დრონს მიაწვდის. დიდი შვიდეულის ლიდერებმა ვალდებულება აიღეს და ეხმარონ უკრაინას. უკრაინამ რუსეთში კურსკის ნავთო ბაზაზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული სადესანტო ხომალდი ცეზარ კუნიკოვი, რომელიც უკრაინელებმა შავ ზღვაში ჩაძირეს, ნოვოროსიისკიდან სევასტოპოლისკენ მიემართებოდა. საბერძნეთი უკრაინას საბჭოთა წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს. ჩინეთი უკრაინას 106 მილიონი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარებას გაუწევს. უკრაინამ იარაღისა და ჭურვების წარმოება დაიწყო. უკრაინამ ევპატორიასთან უნიკალური სპეცოპერაცია ჩაატარა. შეერთებულმა შტატებმა უკრაინას $250 მილიონი სამხედრო დახმარება გამოუყო. ენტონი ბლინკენის განცხადებით უკრაინა ბრძოლაში აუცილებლად გაიმარჯვებს, რუსეთს კი ჩადენილი დანაშაულისთვის მაღალი საფასურის გადახდა მოუწევს. უკრაინამ რუსეთის ქალაქებზე დრონებით მიიტანა იერიში. უკრაინულმა არმიამ დონეცკის ოლქის ქალაქი ლიმანი დაიბრუნა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით 91 სადესანტო ბრიგადამ საოკუპაციო ძალები ქალაქიდან ინტენსიური შეტევის შედეგად განდევნა. უკრაინის მხარდასაჭერად. ქართველი ხელოვანები აქტიურად უჭერენ მხარს უკრაინას. უკრაინა აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე წარმატებულ კონტრშეტევებს განაგრძობს. ოკუპანტები უკან იხევენ და ოკუპირებულ ქალაქებზე კონტროლს კარგავენ. უკრაინა ხერსონის ოლქს სრულად აკონტროლებს. რუსმა ოკუპანტებმა უკან დაიხიეს და დატოვეს განადგურებული ინფრასტრუქტურა. კიევის შემოგარენს დიდწილად უკრაინის შეიარაღებული ძალები აკონტროლებს. ოკუპანტებს უკან დახევა მოუხდათ. უკრაინელი ტურისტები, რომლებიც ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სასტუმროებში სრულიად უსასყიდლოდ განთავსდებიან. ასეთია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის დავალება. სადაც საქართველოში მცხოვრები ადამიანები აგროვებენ სხვადასხვა ნივთებსა და პროდუქტებს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. საქართველოდან გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარება უკრაინაშია 40 ტონა ტვირთი ქალაქ ჩერნივცში წითელი ჯვრის ოფისში ჩავიდა. უკრაინამ იძულებით დეპორტირებული კიდევ 11 ბავშვი დაიბრუნა. საქართველოს მორიგი მხარდაჭერა უკრაინას. ილია მეორის ლოცვა კურთხევით უკრაინის მოქალაქეებისათვის ჰუმანიტარული დახმარების პირველი ნაწილი დღეს გაიგზავნება. საქართველოს უკრაინის მიმართ მხარდაჭერა ამჯერად პრაღაში მიმდინარე საპარლამენტო კონფერენციაზე დააფიქსირა. მილიონიანი ჰუმანიტარული ტვირთი საქართველოდან უკრაინას. ძიმე წუთებში საქართველო კვლავ დგას უკრაინის გვერდით, მეგობარი ქვეყანა პარტნიორ სახელმწიფოს თანადგომას უცხადებს. ომი და მშვიდობა უკრაინის პასუხი აგრესორ სახელმწიფოს ერთიანობის დღე და მრავალათასიანი მარათონი. ისინი სოლიდარობას უცხადებენ უკრაინას. რუსებს აგინებენ, დედას აგინებენ რუსეთს. მე არ ვიცი, თქვენ ხართ ნორმალურები ხართ. ერთი საინფორმაციო ხელმძღვანელი არის, ვიღაცა კალიაშვილი პოსტებს აქვეყნებს, იმისი დედას იგინება. ცოტა აკადემიურობა დაიცავეთ, რაღაც აღშფოთებული თუ ხართ კაცო, გამოხატეთ პოზიცია ისე როგორც შექმნილი. როგორ შეიძლება ეხლა ვიღაცა მიქსისულელე თქვა და დღეს ამას კოლას საკეთებს, სადაც იმ კოლაში არის რუსეთის გინება.
და ვის უმტკიცებთ ამით ერთგულებას მაინტერესებს იმ ევროპას და იმ უკრაინას, რომელსაც ფეხებზე კიდი ხარ თქვენ. წინა გადაცემაში ჩვენ ვილაპარაკეთ უკრაინის რადას თავმჯდომარემ როგორი განცხადებები გააკეთა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ხო? ჩვენი ერთადერთი ეხლა ვიღაცას აქვს ესეთი ილუზია, აი ეხლა ირანი თუ და ჯერეგერტ ირანი ესე მარტივად არ დაეცემა, ეს არის 80 მილიონიანი ქვეყანა. გასაგები ეგ დაბომბები მოხდა, მაგრამ იქ რაღაცა ესეთი რევოლუციებისა და რაღაცა ესეთი კატაკლიზმების მოხდენა ცოტა გაჭირდება, როგორც ამათ წარმოუდგენია. შესაძლებელია იქ რაღაც ცვლილებები მოხდეს ხელისუფლებაში, მაგრამ სახველოთა ოპერაციას არ დაიწყებს ამერიკის შეერთებული შტატები ირანში. მათ აქვთ იმედი, რომ იქ ხალხი მოახდენს აჯანყებას და მოწოდებები აქეთკენ არის ისრაელის პირველი პირიც და ირანის ხელისუფლებაც მოუწოდებს, რომ ამერიკაც მოუწოდებს და ისრაელიც რომ ხელში აიღეთ იარაღი, ჩამოაგდეთ ხელისუფლება ჩვენ მხარს დაგიჭერთ. ანუ ეს მოწოდებები რატო არის? რომ იმიტომ სახველოთა ოპერაციის დაწყება ეს იქნება ძალიან ისეთი დიდი დანაკარგი და აქედან გამომდინარე წარუმატების მოპოვების შანსებიც არც ისე დიდი იქნება, იმიტომ რომ ირანს ყავს კარგად შეერაღებული დაჯგუფებები და რო აჩვენებენ ახლა ვიღაცები რომ ზეიმობენ იქ დასავლეთში ირანის სულიერ ლიდერის მოკვლას, მაშინ აჩვენონ ის მეორე სურათი, სადაც პირიქით საწინააღმდეგო ვითარება. ყოველ ხელისუფლებაში ასეა, ზოგს ყავს მოწინააღმდეგე, ზოგს მომხრე და ეს სურათის ჩვენება იმისი, რომ თითქოს ყველა იზიარებს იმას, რომ ირანში უნდა შეიცვალოს ხელისუფლება, ეს არის მცდარი პოზიცია და აქედან გამომდინარე, აი ახლა ეს აქციებიც, რომელიც ჩვენთან იმართება თბილისში და ხალხით არბის ამ ირანის დროშებით, ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძალიან სახიფათო. იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ძალიან ბევრი მუსლიმი, რომლებმაც ძალიან უარყოფითად უყურებენ და მუსლიმთა ლიდერი, რომელიც არის ასევე საქართველოშიც არის, მან დაგმოა ეს ქმედება ამერიკისა და ისრაელისა ირანში. ამ ყველაფერს ძალიან ცუდად უყურებენ ჩვენი მეზობლები, რაც ხდება და ჩვენ ახლა ჯერეგერთიც იქ თუ ვიღაცა ფერეიდნლები არიან, მე ჩვენ ფერეიდნლებს შემოევლოს ყველაფერი, რა ვიცი, ჩვენი სისხლი და ხორცია და დიდი მადლობა მათ, რომ ქართველობა შეინარჩუნეს და ეს ხალხი გმირებია და ჩვენი ქვეყნის პატრიოტებია, მაგრამ აი ეს ხალხი, მე ზოგიერთებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც დღეს აქ ირანის ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციებს მართავენ ირანის საელჩოსთან, ისინი პირველ რიგში თავიანთ სისხლს და ხორცს, თავიანთ ქართველობასაც აყენებენ დარტყმის ქვეშ, იმიტომ რომ შესაძლებელია იქ მერე ყველა პრობლემები შეექმნათ იმ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც ცხოვრობენ იქ ფერეიდანში და მეორე მხრივ ჩვენ ქვეყანასაც პრობლემები შეუქმნან მათ თავიანთი ასეთი აქტივობებით. აი რას იგებენ ახლა ჩვენთან რომ ბოდიში ამ ტაკი მასხარაობასა და ცეკვათამაშს გამართავენ, მაგითი რა ირანის ხელისუფლება შეიცვლება თუ რა და მეორე მხრივ ვერც ვერაფერი შეიცვლება და ჩვენ გვაზარალებენ. ხო უნდა გქონდეთ ამდენი შეგნები. შეკრებილი ირანელი მოქალაქეები პირდაპირ ამბობენ, რომ დღევანდელი დღე არის მათთვის დღესასწაულის ზეიმი, რადგან აიათოლა ხამეინის სიკვდილს ზეიმობენ. მათი განმარტებით ამბობენ, რომ როგორც იქნა წლების შემდეგ დასრულდა დიქტატურა, სწორედ ამიტომ ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თითოეულმა ირანელმა მოქალაქემ გააგრძელოს ბრძოლა თავისუფლებისთვის. გარდა ირანელების საელჩოსთან მოვიდნენ ქართველი აქტივისტებიც, ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ირანელ მოქალაქეებს და ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა სოლიდარობა გამოუცხადონ ირანელ მოქალაქეებს. ამავდროულად ხედავთ ამერიკის დროშებს, ირანელი მოქალაქეები მადლობას უხდიან ამერიკას მხარდაჭერისთვის და ამბობენ, რომ მათი ბრძოლა თავისუფლებისთვის გაგრძელდება და მადლიერებას გამოხატავენ ყველა იმ ქვეყნის მიმართ, ვინც სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა ირანს. გახედებული ვართ ყველა ირანელები, მხოლოდ მე არა, ყველა ირანელები, იმიტომ ირანში ხალხი გახედებული არიან, იმიტომ ჩვენი ერთადერთი და ყველაზე მძიმე ფერი, ვინც ეს მოლა აიათოლა მუშალი ხამენეი იყო, თაგვიალი მოკდა როგორც ზაღლი. ეხლა მე ვფიქრობ ჩვენ ირანელები ყველაზე ბედნიერი ხალხი ვართ მთელი მსოფლიოში, იმიტომ
57 წელი. რამდენი ხანი ველოდებოდით, რამდენი ადამიანი მოკლა. პროტესტის გამო ჩვენ სიცოცხლეს ირანში საფრთხე დაემუქრა. მე და ჩვენს ოჯახს გვემუქრებოდნენ, ამიტომ იძულებული გავხდი უსაფრთხო ქვეყანაში წავსულიყავი და პირველი უსაფრთხო ქვეყანა სწორედ აქ იყო. ჩვენ აქ ჩამოვედით იმ ხალხისა და ახალგაზრდების მხარდაჭერისთვის, რომლებიც ირანში ძალიან ძლიერად და მტკიცედ აპროტესტებენ. საქართველოში მცხოვრები ირანელი ხალხი დღესასწაულობს ირანის გათავისუფლებას, დღესასწაულობს იმას, რომ ირანელი ხალხი როგორც იქნა იცხოვრებს თავისუფლად, ხარს უჭერენ ამერიკისა და ისრაელის ინტერვენციას ირანში, მაშინ როცა ჩვენი არალეგიტიმური სატირალში დადის ხოლმე ირანში. ჩვენ თავს ვადევნებთ ისტორიულ მოვლენებს, უმნიშვნელოვანეს მოვლენებს, რომელიც ვფიქრობ, რომ მიიყვანს ირანს დემოკრატიამდე და იქ ხალხი შეძლებს იცხოვროს თავისუფლად, როგორც ამ რეჟიმამდე, ისლამური რეჟიმის დამკვიდრებამდე ცხოვრობდნენ. ეს ხო ვიცი საიდან მოდის ამ ყველაფრის სიო, საიდან დაქრავს და რატო ხდება ეს ყველაფერი. ეს ნაც ანასხლეტები და ნაც სექტანტები, რომლებიც აი ესე ფართოდ აშუქებენ, ეს TV პირველი აშუქებს ამ მოვლენებს, იმიტომ ხდება, რომ ამათ გონიათ ახლა, რომ აი ხა ირანში თუ რაღაცა მოხდება, მერე რუსეთშიც მოხდება იგივე. ხალხო, ირანისგან გასვევებით რუსეთს ძალიან ბევრი ბირთვული შეერაღება გააჩნია და ის რაც ამათმა გააკეთეს ირანში, იმას ვერ გააკეთებენ ვერასდროს რუსეთში, იმიტომ რომ რუსეთი სულ სხვა ძალა არის. და ამას ვერავინ ვერ გააკეთებს და ეხა ბევრი აი ლაპარაკობს რუსეთი ესე ღიად რატო არ ჩაერთო ამ დაპირისპირებაში. რუსეთს აქვს სერიოზული გარკვეული დაპირისპირება უკრაინაში და ეხლა ვიღაცებს შეიძლება ზუსტადაც ეგუნდოდათ, რომ რუსეთს გადაესროლა თავისი გარკვეული საბრძოლო ქვედანაყოფები ირანის მიმართულებით, რომ შემდგომში აქ გაკეთებული იყო სხვა რაღაცა აქცენტები. შეიძლება ეგეც ყოფილიყო მიზანში ამოღებული, მაგრამ ეს არ ყოფილა, კიდევ ერთხელ სხვა მიზეზები აქვს ამ ყველაფერს. ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ყველა ნავთობის მთელი რესურსი ხელში ჩაიგდოს. აქ არც დემოკრატიაზეა საუბარი, როდესაც ლაპარაკენ, თურმე გული შეტკივათ, როგორ ესე იგი უსწორდება ირანის ხელისუფლება მომიტიგებს. ხალხო, ესეთი რაღაცეები იმ ამერიკის მოკავშირე ქვეყნებში ხდება და თვითონ ამერიკაშიც ვინმე რო გაბედოს იქ რაღაცა ბოდიში და დახოცავენ და დახრიტავენ. რა დემოკრატიაზე ლაპარაკობს? დემოკრატიის ნიღბით ძალიან ბევრი უბედურებები ხდება, პრეზიდენტების ჩამოხრჩობა, დანგრევა. დღესაც ხედავთ რა დღეში არის ლიბია, რა დღეში არის მაგალითად ის ავღანეთი, მაგალითად ის ერაყი, სადაც იმ რევოლუციებებსა და გადატრიალებებს რა მოყვა. ამიტომ იცით რა არის? მე ყველას მინდა მივმართო, განსაკუთრებით აი ამ ჭუათხელ ადამიანებს. ეხლა უკრაინის დროშებით ხო დარბოდით, ეხლა ირანის დროშებით სირბილი დაიწყეთ. არცად არ ხდება ასეთი რამე, კაცო, ჩვენ რეგიონში, არც თურქეთში, არც აზერბაიჯანში, თურქეთში რა ვერ გავიგე ირანელების არა აქვთ მხარდამჭერა, მაგრამ არ ხდება ასეთი გამოვლენები, არც აზერბაიჯანში ხდება, არც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში და თქვენ რა ღმერთი გაგიწყათ ესეთი დამოკიდებულებებით ჩვენ ძალიან დავზარალდები და მე ხელისუფლებას მინდა მეუწოდო რა როცა რამე აქცია და რამე აი ესეთი რაღაცა გარკვეული მსვლელობა ქვეყნის ეროვნულ სუვერენიტეტს საფრთხეს უქმნის ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის საშუალება. წადით ბიძიკოებო და ირანში ჩაატარეთ ესეთი აქციები ძალიან თუ გინდა. იქ ვერ ატარებთ, იმიტომ რომ გეშინიათ და ჩამოდიხართ აქ და ჩვენ ქვეყანას უქმნით საფრთხეს. და პირველ რიგში ქართველებს უქმნით საფრთხეს. იქ გამოყავთ ფერეიდნელი ქართველები. აი მაინტერესებს ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, ხო რატო არ უფიქრდებით იმ ადამიანებს, იმ ქართველებს მინდა მივმართო, რომლებიც აქციებს მართავენ ირანის საელჩოსთან. თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი ამ მოქმედებებით არ ექნებათ საფრთხე იქ ფერეიდნელ ქართველებს, რომლებიც იქ არიან? დაფიქრდით ხო ამ აქციებით იქ ირანის ხელისუფლებას ჩვენ ვერაფერს ვერ დავაკლებთ და პირიქით ჩვენ დავზარალდებით. და ამიტომაც იყო რომ ამბობდით არ შეიძლება ასე ყველას გაუხსნათ კარები და ყველა შემოუშვათ ამ ქვეყანაში. იქ ეხლა შეიძლება 1-2 ფერეიდნელი ქართველია და დანარჩენები არიან უშუალოდ ირანელები, რომლებსაც აქვთ პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ. და ჩვენი ფერეიდნელი ქართველები უნდა გაიჭრიტონ იქა ვიღაცეების აქციების გამო.
იმიტომ რომ იქ ეხლა ხო ვიცი მე იქ არის 2-3 ფერინელი ქართველი იქნება და იმათ იყენებენ მე. ამიტომ მე გეუბნებით რომ ეს არის ძალიან საფრთხის შემცველი ძალიან ისეთი სახიფათო მოქმედებები რომელიც ხორციელდება და უნდა ყველანაირად რომ შევცვალოთ ეს დამოკიდებულება თორე სხვაგვარად ჩვენ ვერაფერს ვერ მივახცევთ. ეხლა აი და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ომი რომელიც დაწყებული არის თუ ძალიან გაგრძელდა ძალიან დიდი საფრთხე არის ადრე თქვი დევნილების შემოდინებისა საქართველოში. აზერბაიჯანს აქვს სახმელეთო საზღვრები ჩაკეტილი. ჩვენ და ყველავინ ვერ შევა იქ ახლა აზერბაიჯანი. კაცო, ჩვენ ეს ავიზო რეჟიმი რო გვაქვს დაწესებული, უვიზო რეჟიმი უпростоრეთ. გავაუქმოთ ესა, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ხვალდაზე რომ მოაწყდება აქ უამრავი მილიონობით ადამიანი, მაინტერესებს საერთოდ საქართველოში ქართველობის ნატამალი აღარ იქნება. გაყრიან ამ საქართველოსთან, კაცო. და თან ისეთ ქვეყნებთან გვაქვს, რომლებიც უვიზო მოსვლა, რომლებთანაც ძალიან დიდი საფრთხე შეიძლება შეგვეკვდას. პაკისტანი, ირანი, ეს ის ქვეყნებია, რომლებიც თანაც თავად ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები უკვე იჩენენ ძალიან ისეთ კაც საიმიგრაციო პოლიტიკას. ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებით ჩვენ, თუ კი ჩვენ რაღაც არ შევცვალეთ. დამერწმუნეთ ხალხო, რომ ძალიან დიდი საფრთხილო საქმე არის ეს მიგრანტების თემა. ტრამპმა მილიარდობით დოლარი დახარჯა მექსიკასთან ბეტონის აი ამ რაღაცა ღობეების გასაკეთებლად, რომ იქ ეს წინაღობა ყოფილიყო, რომ მექსიკიდან არ შემოსულიყვნენ დევნილები. ხალხი ტრილიონობით დოლარს ხარჯავს. ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც ერთს ერია, ეს არის ქვეყანა სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფებისგან შექმნილი. ჩვენ ვართ ერი, ჩვენ ვართ ქართველობით, იმიტომ რაღაცა ტრაბახობდა, რა ვიცი, რომ წამოსძახებთ ხოლმე სიმღერებსა და ცეკვათამაშს ქართველობაზე. ეს ქართველობა დაიკარგება, იმიტომ რომ ავიჩქუფებით ამ სხვადასხვა შემოსულ მიგრანტებში და რეალურად ხვალდაზე ქართველი ვიქნებით უმცირესობაში. აუცილებლად ზომებია მისაღები პირველ რიგში ეს ერთი მიგრანტებთან დაკავშირებით და მეორე ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი საშუალება ბელორუსულ, რუსულ აი ამ სამოკავშირეო სახელმწიფოებში გაერთიანება. სხვა შემთხვევაში ის ილუზია, რომელსაც ზოგიერთი ვაი ექსპერტი, ვაი პოლიტოლოგი აფრქვევს, რომ ჩვენ ვიქნებით დაცული დღეს და რუსეთი არ დაუშვებს აქ რაღაცა სხვა ქვეყნების ჰეგემონიას, ეს არის სისულელე. სისულელე, იმიტომ რომ რუსეთი არაფერში ვალდებული არ არის დღეს რომ საქართველოს დაიცვას, იმიტომ რომ იურიდიულად სამართლებრივად ვერ იმოქმედებს რუსეთი, თუ კი მას ამის საშუალება არ ექნება და ისედაც მას თავისი პრობლემები აქვს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ. ერთადერთი მას ამის უფლება და ამისი გარანტია ექნება, გარანტია გვექნება ჩვენ რომ დაგვიცავს, თუ კი გვექნება რაღაცა ხელშეკრულებები, რომლებიც ამის წინაპირობა იქნება. ეხლა რომ არ იყოს ბელორუსიული, რუსული სამეკავშირო სახელმწიფო, ბელორუსია დღეს იქნება დიდი ხანი გათელილი იქნებოდა და ჩამოგდებულიც ეყოლებოდა ხელისუფლება იქ ბელორუსის. აქედან გამომდინარე მე მინდა რომ გითხრათ ჩემო მეგობრებო, რომ იმას რასაც ჩვენ ვიძახით, ეს უნდა თქვას ქართველმა პოლიტიკოსებმა, პარტიებმა. ამიტომაც აგაქვთ თქვენ ნულოვანი რეიტინგი, ამიტომაც აგაქვთ არა გაქვთ ხარდაჭერა, რომ ლაპარაკობთ, ლაქლაქებთ და ხმას არ იღებთ რაღაც პრობლემებს. ექიმთან რომ მიხვიდე შენ და რომ მოუყო ექიმს ეს ჭირს, ის ჭირს და ექიმმა შენ დიაგნოზი არ დაგისვას, აზრი აქვს ექიმთან მისვლას. დღეს ქართული ტელესივრცე აი ესეთი პოლიტოლოგებისგან არის შემდგარი, რომ ესე იგი ლაპარაკობენ, ესე იგი თან მგონია რომ ესენი არიან რაღაცა ჟურნალისტები, რომ ლაპარაკობ, გავიგეთ ეს ინფორმაციები, რა თქმა მე ამის მოყოლა. აი რა შემჭირდება ეხლა მე რომ მომიყვე თქვენ რომ ის იქ ხდება ამას ხო მე ისედაც მშრალი ინფორმაციის სახით ვიღებ. შენ ის მითხარი პრობლემა როგორ გადავჭრა, მაგრამ პრობლემის გადაჭრაზე ვერ ლაპარაკობთ, იმიტომ რომ გეშინიათ ამ იარლიკების, გეშინიათ ამ რაღაცა მისი რომ მე ვიღაცას რაღაცაში არ დაგადანაშაულებთ. იმ დღეს ეხლა უსმენდი შალვა ნათელაშვილი იყო იაგო ხვიჩიასთან. ეხლა მე იაგო ხვიჩიაზე ბევრ კრიტიკულ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ მისი გადაცემები არის ძალიან საინტერესო და ისტორიულიც, იმიტომ რომ იქ იმ გადაცემებში არის რაღაცა გარკვეული ისეთი რაღაცეები, რომლის მოყოლის შემდგომ ბევრ რამეს გაიგებ, მაგრამ მე იაგოს ურჩევ, რომ ისეთ ადამიანებთანაც ჩაწეროს
ეს ინტერვიუები, რომლებიც მაგალითად სხვაგვარად აფასებენ მოვლენებს, რაღაცა ერთ ჭრილში არ უნდა იყოს მარტო ამ ადამიანებთან შეხვედრები და აი ხა ეს შალვა ნათელაშვილი ყვებოდა ეხლა რა გაიგე შენი ჭორს იმა რა არის სიმართლე რა არის ტყუილი ეგ სხვა არის მაგრამ ნუ კაცი იძახის ძალიან საინტერესოდ ყვება ისედაც რესპონდენტი უინტერესო არ არის ამბებს რომ აიო ესე ყვება რა ახლა წარმოიდგინეთ რომ ესე იგიო მიხეილ სააკაშვილიო და უბრალოდ ჩვენო ამერიკელებიო ჩვენ პარტიასაც შეგვთავო ეს ბრაიზაო და მაშინ კიდე აი ეს ამერიკელების პოზიცია იყო რომ იქო ანტიტერორისტული ცენტრი შექმნილი იყო უბრალოდ რუსები შეგვთავო ბოდიში რუსები შეგვთავო ბრაიზა სხვა დროს შეხვდა მას რუსები შეგვთავო ჩვენო რუსეთის მაშინ საელჩოში ჩხიკვიშვილი მუშაობდა ქართველი და სხვაებიცო რომ თხოვესო რომ თქვენო ყველანაირ ხელშეწყობა გექნებათო პოლიტიკაში, ქართულ პოლიტიკაში, უბრალოდ უნდა დაუჭიროთ ხარიო ანტიტერორისტული ცენტრების შექმნასო აჭარაში. რაზეც მე უთხარიო კაცო არ შეიძლებაო ჩვენო მრავალწლიანი ურთიერთობა გვაქვს და ბაზების გარეშე გქონდესო ეს ურთიერთობაო და უარი უთხარიო. ესე იგი, ჯერ ეგ შეხვედრა და ჯერ ეგ მოთხოვნა ნათელაშვილთან რამდენად იყო ეგ ცალკე საუბრის თემა, მაგრამ აი ალოგიკურება ქართული პოლიტიკოსების აი აქედან ჩანს. და მე ყვება იმავდროულად იმას რომ შევარდნაძემო მაშინდელ თურქეთის ხელისუფლებასთან გააფორმა ისეთი შეთანხმებაო რომლის თანახმადაც მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულება ჩვენ ვაღიარეთო და დავკარგეთ სამართლებრივი გარკვეული საფუძვლები იმისა რომ შემდგომში ტაო-კლარჯეთი დაუბრუნოთ და იმავდროულად აჭარასთან მიმართებით ისეთი ხელშეკრულება დაიდო რომ ხვალდაზე შეუძლია თურქეთს პრობლემები შეგვიქმნას აჭარაში თუ შედალოცვილო შენ აი ახლა მინდა შალიკო ნათელაშვილის მიმართლა მართლა შალიკოს რა ბიჭო ჩიკირეკია და ესეთი რაღაცა ტიპ ადამიანი რო ხარ რომ მარტო აი იუმორზე რო არის შენი პოლიტიკა დაფუძნებული რომ ადამიანი ახლა მეც მაგალითად ადამიანს რო უყურებ იმიტომ უყურებ ზოგჯერ რომ გავერთო დღეს შენ თუ გიყურებს ადამიანი იმიტომ გიყურებს რომ გაერთო მე შენ აღგიქვამ როგორც კარგი იუმორის და მე ძალიან მიყვარს იუმორი ვაფასებ გურულები განსაკუთრებით და ამ კუთხით რა თქმა უნდა აი ქართულ ტელესივრცეს აკლია იუმორი და ამიტომ გიყურებს ჯერ დღეს შენ ქართველი მაყურებელი და იმიტომ გაქვს რაღაცა შეიძლება ყურებადობა რომ იუმორის ნაკლებობა და ბიჭო თუ კი შედალოცვილო თურქეთიდან საფრთხეს ელოდები და მაგის გამო დავძაბეო შევარდნაძესთან ურთიერთობაო მაშინ ხო უნდა მიხვდე რომ რუსეთია ერთადერთი აქ დამცველი შენი აჭარის და შენი გურიის და შენი თლიანი საქართველოს ვინ დაგიცავს ამერიკის შეერთებული შტატები დაგიცავს პამპერსები და წყალი რო გამოგიგზავნეს 2008 წლის ომის შემდგომ არა ხო არის ალოგიკურება თან იძახის კაცი რომ თურქეთისგან საფრთხე გვემუქრება და თან იძახის რომ ანტიტერორისტული ცენტრო მეო იმიტომ არ დაუჭირე მხარიო რომ აი რუსეთის საფრთხე ანტიტერორისტული ცენტრს კი არ უნდა ჩვენ კი არ უნდა ესე იგი ისინი კი არ უნდა ითხოვდნენ უნდა ვეხვეწებოდეთ რუსებს რომ ანტიტერორისტული ცენტრი მოდი შევქმნათ ერთობლივი ქართულ-რუსული იქ აჭარაში რომ აჭარა გადავარჩინოთ გურია და ჯავახეთი გადავარჩინოთ აი ესეთი ჭკუათხელი პოლიტიკოსები რო ყავს იმიტომ მიდის საქმე იმიტომ რომ როდესაც ერდოღანი გეუბნება შენ რომ ჯავახეთიო თურქი მესხებიო უნდა ჩასახდენო მაინტერესებს საქართველოს აღუდგება წინ ამ ყველაფერს აი შალიკოსნაირი პოლიტიკოსები რო ყავს გარშემო იმიტომაც არის ჩვენი საქმე კარგად და სამწუხაროდ არც ამ ელიტაშიც ყავს მაღლა ისეთი ხალხი რომლებიც ამაზე რაღაცა სერიოზულ პასუხს და სერიოზულ რაღაცა არგუმენტებს დადებდა შენ როდესაც საფრთხე გაქვს იმისი რომ აჭარა დაკარგო გურია დაკარგო შენ როდესაც ამხელა თურქეთი გემუქრება შენ როდესაც ამხელა აზერბაიჯანი გართმევს დავით გარეჯს შეიძლება ხალხო ამ ყველაფერს ესე მას ვქნათ გავატაროთ ეს ყველაფერი სხვათა შორის აი დავით გარეჯზე მინდა რომ დიდი მადლობა უთხრა მე ასავალ დასავალს და პირადად ლაშა ნადარეიშვილს ერთადერთი საქართველოში მედია საშუალება რომელიც კბილებით იბრძვის ამ დავით გარეჯთან დაკავშირებით და მადლობა ბატონ ლაშას რომ ის არ გაიყიდა სხვებისგან განსხვავებით და ზოგიერთმა რომლებსაც სინდისი და ნამუსი დაკარგეს რომლებსაც ღირსება აყრილი მოგვევლინებიან დღეს ეს არ ითქმის
ასავალ-დასავალი იყო არის სიმართლის სადარაჯოზე და ეს არის მისასალმებელი და ზოგიერთი რო გამოდიხართ და ბოდიში და ამ ასავალ-დასავალს რაღაცა ისეთ იმაში ახსენებთ ხოლმე რომ რაღაცა ნეგატიურ კონტექსტებში პირი გამოირეცხეთ ერთი ეს ის გაზეთი არის სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟში მნიშვნელოვანი წვლილი რო შეიტანა თქვენ სად იყავით მაშინ ერთი ხმას რო ვერ იღებდით ამ გაზეთის საშუალებით იყო რომ იბეჭდებოდა ისეთი მასალები რომლებიც ანგრევდა ამ რეჟიმს და სააკაშვილი რომელიც დღე-დაღამე ახსენებდა ასავალ-დასავალს ბოლო 10 წლის განმავლობაში და უფრო ადრეც ზოგიერთ კრიტიკოსის ლეგიტიმური და სრულიად არალეგიტიმური გაზეთ ასავალ-დასავალის და სხვა ბინძური პრესისა და ჭორების გაღვიების ბრაზისა და გაღვიებული ჭორებით მე გაღვიებული ბრაზისა და სიძულვის ასავალ-დასავალი გაზეთი ასავალ-დასავალი გაზეთ ასავალ-დასავალი პროპაგანდა ზუსტად იგივე რაც რუსული და დარწმუნებული ვარ ბევრი კავშირების არსებობს ასავალ-დასავალის დამსახურება არის ჩვენი ასევე ხელისუფლებიდან წასვლა თქვა კიდევაც ერთხელ სააკაშვილმა იმიტომ რომ მედიას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ამიტომაც არის მე პირადად ვიბრძვი იმისათვის რომ ყველანაირად ის რასაც სხვები ვერ იძახიან ის თქვა ის რომ საქართველოს გადარჩენა რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არის და ამის თქმისთვის მე ძალიან დიდი პრობლემები მექმნება ამის გამო არის რომ სწორედ აქ ვიმყოფები რუსეთში იმიტომ რომ საქართველოში შეუძლებელია რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე ლაპარაკი და ამისი ბრალი არის ის რომ დღეს რომ სიმართლე რო გითხრათ შეიძლება ისეთი მაღალი ხარისხის გადაცემები ვერ გადის სტუდიური და რეპორტაჟები რომ ჩვენ აი ამ კუთხით მოვისაკლისებთ მაგრამ კიდევ ერთხელ მეორე ნელ-ნელა უკვე ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის ამას დასაწყისში გითხარით გადაცემის და იმედი მაქვს რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება მე ერთი რამე მინდა გითხრათ ხალხო რომ ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ძალისხმევა რომ ბოლო გადავდგათ ნაბიჯები ჩვენ ქვეყანას რაც უნდა. საქართველოში ქართველი მეფეები ყოველთვის იმისთვის იბრძოდნენ რომ რაღაცა ისეთი დასაყრდენი ქონოდა ქვეყანას რომლითაც ქვეყანა იქნებოდა დაცული. ისეთი მფარველობისთვის იბრძოდნენ რომელიც გარანტია იქნებოდა ჩვენი გენოფონდის გადარჩენისა. და დღეს ჩვენ ვითომაც არაფერი აი მაგალითად მე რო ხელისუფალი იყო ღამე არ დამეძინებოდა და არც ხალხს არ უნდა ძინავდეს მე თუ მკითხა ეს ამბები რაც ხდება თქვენ გონია ჩვენზე არ პოვებს ასახვას როდესაც დიდი ქვეყნები დადგურდება ფაქტობრივად შენ ვინ ხარ პატარა ქვეყანა რომ ესე ბოდიში და იყო შვიდად შენ თუ დამცველი არ აკავს ხვალდაზე გაითელები კიდევ ერთხელ ვიმეორებ საქართველოს გადარჩენა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გადარჩენის ერთადერთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ეკონომიკური კეთილდღეობის და ყველა იმ წინსვლისა და წარმატების საწინდარი არის რუსეთთან ურთიერთობა მე გეთანხმებით რომ არც ისე ადვილი იქნება ეს ყველაფერი ვიღაცა თუ ელოდება ხა ჩავა ჩვენი პრემიერი მოსკოვში და ყველაფერი ეგრევე დაეწყობა არ იქნება ეს არის გრძელვადიანი პერსპექტივის თემა ყველა პრობლემა ვერ გადაიჭრება ერთი შეხვედრით ვიღაცას თუ გონია მარტო ერთი შეხვედრით გადაიჭრება პრობლემა ეს არ არის ესე და ამიტომ უნდა ეტაპობრივად ნელ-ნელა ნაბიჯები უნდა ვდგოთ ჩვენც აი პირადად მე ამ მიმართულებით გვამ ნაბიჯებს და სამწუხაროა რომ დღეს ამ კუთხით დიდი მხარდაჭერა პირადად მე არ გამაჩნია იმ ხალხისგან რომლებისგანაც უნდა ვგრძნობდი ამ მხარდაჭერას განსაკუთრებით ეს ითქმის რუსეთზე რუსეთში მყოფ ქართველობაზე იმიტომ რომ მე მჭირდება მხარდაჭერა იმისთვის რომ უფრო მეტი გავაკეთო ქართულ-რუსული ურთიერთობების ადგენისათვის. კარგად მოგეხსენებათ რომ ტელევიზია, გადაცემა, რომელიც ამას ემსახურება, საჭიროებს სხვა სახის დახმარებას, რომელზეც მე არაერთხელ მithქვია. ჩვენ დღეს ძალიან ბევრ რუს პოლიტიკოსთან, დეპუტატთან ლაპარაკობთ და მომავალშიც ვისაუბრებთ ქართული რეალობიდან გამომდინარე.
ჩვენ არ ვართ პოპულისტები, ჩვენ არ მივისწრაფით იქითკენ პირადად მე რომ რუსეთში გოსდუმაში მოხვდე. მე არ გამოვდივარ იქ წაჭერილი გალსტუკითა და კოსტუმით, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ ვიღაცას აქ მოვეწონო. მე ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ აი ესე იმიტომ გამოვდე, რომ თქვენ გცემთ პატივს, რომ ეს არის სტანდარტი უბრალოდ ტელევიზიის, რომ მაყურებელს ისე უნდა მიმართო, როგორც საჭიროა. და არა იმიტომ არ ვაკეთებ ამას, რომ პოპულისტობდე და რაღაცა ან სადმე შევიდე პარლამენტში, ან სადმე რაღაცა დაფინანსება მივიღო. მე ამას ვაკეთებ, რომ ხაერი ვისჭირდება ჩემ ქვეყანას. სხვა რო ვერ აკეთებს ამას, მე ვაკეთებ ამას. და ზოგჯერ ეხა ვიღაცა იტყვის, რომ აი ხო არ ამეტებ. ხალხო, თუ ამეტებ, მანახეთ ერთი რომელიმე სხვა გადაცემა საქართველოში, რომელიც ამდენს ლაპარაკობდეს რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და ხმას არ ამოვიყენ. ზოგჯერ იცი რა პირში უნდა ჩათხარო რაღაცა ადამიანს, რომ ბოლო-ბოლო გაიგოს რაღაცა ეთყობა რა. იმიტომ რომ ზოგი ვერ ხვდება ამას. იმიტომ რომ ერთხელ მითხრა, აიო თქვენ ლაპარაკობთო, ცოტა ზედმეტი სხვა ლაპარაკობთო თქვენ. ბიჭო, მე ფაქტებით ვლაპარაკობ რა. ფაქტებით ვლაპარაკობ, რომ 15 წელია ამაზე ვსაუბრობ და კაციშვილი ჩვენ არ არის აი იგივე საქმის გამკეთებელი. და ნეტა იყოს ვიღაცა შეიძლება გავჩერებულიყავით საერთოდ. და ამაზე რომ ვლაპარაკობ, ეს იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მინდა რომ კიდე მეტი გავაკეთო ამ ყველაფრისათვის. სხვა გზა არ აქვს ჩვენ. და მე ხვალდაზე, როდესაც უკვე რუსულ-ქართული ურთიერთობები ჩიხში შევა და ჩვენ შეიძლება ყველანაირი პერსპექტივა დავკარგოთ, მე ხო ვიცი ზოგიერთი იდიოტი გამოხდება და იტყვი, აი თქვენ არ იყავით რომ ლაპარაკობდით რუსულ-ქართულ ურთიერთობებს, ხო ხედავთ აი როგორი დამოკე, ხო იქნება ესე თუ არ დაელაპარაკები რუსეთს, ხვალდაზე უკვე სხვა რეალობაში გავიღვიძებთ, რეალ პოლიტიკა სხვა იქნება. და მე მაგიტომ ვიბძვი და მაგიტომ გამოვდივარ და ვსაუბრობ ამის შესახებ, რომ ეს უკვე რეალობა არ შეიცვლოს და ხვალ გვიანი არ იყოს. მაგრამ ზოგიერთი ვერ გაიგებს ამას, იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც არის მოწამლული 30 წელია გონება დაუბინდული აქვს, არ ვიცი ახლა. ზოგს ახლა მაგალითად უნდა რომ რუსეთში ფულები აკეთოს, მილიონები აკეთოს და თან რუსები ლანძღოს და ნაციონალებს ურიცხოს ფული. ესეც არის კი? და მე არ ველოდი რომ ასეთი მასშტაბები იქნებოდა, მაგრამ ესეც არის. შედავოცვილო თუ გეზიზღება ეს რუსეთი, რატო ხარ ამ რუსეთში? რა გინდა წადი შენ ამერიკაში და შენ ევროპაში იყავი მაშინ. რატო ხარ ამ რუსეთში? რა გინდა მაშინ? თუ გეზიზღება ეს ქვეყანა. მე მაგალითად არასდროს არ წავალ ისეთ ქვეყანაში, რომელიც მეზიზღება რა. და ხალხს ეზიზღება ეს ქვეყანა და აქ ფულს შოულობს და ამ ფულით მე იმ ნაცებს აფინანსებს. ერთმა მითხრა მაგალითად თქვენო მიშა ვერ დააფასეთო. მიშა ვერ დააფასეთო. და აქ სერიოზულ ბოდიში იმას აკეთებს, რა ქვია, ფულს და რა ქვია და ღმერთმა აშოვნინოს, მაგრამ არის გაქანებული ნაციონალი. მე ბოდიში და ვერ ვიქნები ესეთი, ვერა. მე 2008 წლიდან დაუწყე სააკაშვილის რეჟიმს ბრძოლა. და დღეს, როდესაც აი ეპშტეინის რაღაცა იმაზე ლაპარაკობენ დანაშაულებებზე, ეპშტეინი სააკაშვილს თვითონ ეპშტეინის ისინი ქონდა აქ მოწყობილი კლუბები და მაგის სახელობის, მე მგონი, თქვენ კარგად გახსოვთ რა ხდებოდა აქ საქართველოში. გარყვნილება ამერიკაში რო იყო, იმაზე ნაკლები არ იყო. კაცი ბოდიში იმაში სახელმწიფო კანცელარიაში რამდენი ხალიც იყო, მე მგონი მიშას ლოგინის გარეშე ვერ გაიარა ვერც ერთმა. და ყველა თითქმის ეს კაცი პათოლოგი იყო, გუბერნატორებს, ცოლებს აწერავდა და ბოდიში და რა დღეში იყო და ხარამხანად იყო ქცეული მთელი საქართველო. გახსოვთ ალბათ, რომ ლაპარაკობდნენ იმის შესახებ, რომ სოფო ნიჟარაძესო თან ურთიერთობები აქვსო და იმიტომ რომ ყველა კონცერტზე გამოყავსო, გამოვიდნენ მაშინ და დღევანდელი აი ხელისუფლების ისინი რომ არიან პროპაგანდისტები დამირეკეს, მე რომ ამას ვამბობდი, რომ კარგიო ეგ სისულელეაო, სოფოზე არაფერი არ თქვათო, ესე არაფერიო და მე ხო გამოჩნდა ყველაფერი აგერ ეხა შვილი წყოლიას. ღმერთმა გაუზარდოს მე იმ ბავშვს წარმატებებს და სიხარულს უსურვებ და იმ სოფოსაც უსურვებ, მაგრამ
ფაქტი არის რომ ეს კაცი ეხა პრეზიდენტი იყო და რა ვიცი მე რამდენი ცოლი ყავდა და რამდენი საყვარელი ყავდა მე ხა და პრეზიდენტი სახე უნდა იყოს ქვეყნის და ასევე ჩამოყავდა აქ მასაჟისტები ბიუჯეტის ფულით და მერე კიდე ისეთ საშინელებებს აკეთებდნენ აქ ის ჰეროკრატია რო გადაიღო ხაინდრავამ ის რა ნამდვილ არ არის დაფუძნებული კაცო და აქ იყო სწორედ ის რაც ამერიკაში ხორციელდებოდა ყველაფერი ცუდი იმას იღებდა ეს აქ თქვენ რა გონიათ იმ სააკაშვილმა არ იცოდა იმ ყველაფრის შესახებ რაც ხდებოდა ამერიკაში მაგრამ აქაც მას იგივე ყველაფერი ქონდა გაკეთებული თქვენ რო იცოდეთ და ამიტომაც არის რომ ჩვენ ამდენი პრობლემები გვექნება მე და ეხლა ეს ხალხი რომლებიც ესე ჭკუა აქვთ აღრეული რა თქმა უნდა ხა ამათთან ძნელია ურთიერთობა რა სააკაშვილის სექტასთან ურთიერთობა არის რთული შებეცილებით მიშის დასვას ჩვენ ყველა მაგის ვიცოცხლობ ვინც არაფასებს ოჯახის წევრი არ მინდა მოკვდეს და გადაშენდეს რაიმე დედი მიშა ჯერ ოიძახი მიშა მაგარია ყვარს მიშა ძალიან კაი კაცია უძლიერესი პრეზიდენტი საქართველოს უძლიერესი წევრებმა ჩვენ გამოვარდნით და ავაყავთ ვილოცოთ მუდამ ყველას ხომ ხალხო ვიშაზე ვილოცოთ და ვიღოთ მაგის იმ ლოცველი რაც მიშა იტყვის იმას გავაკეთებ ჩვენ ნაციონალებმა სისხლისობა ნაციონალებმა მოიკითხეს კარგად მიხეილ სააკაშვილის უნდა მისცეს ჩვენი სოფელმა ხალხმა ყველამაც რა დროშა მოგცა მიშამა რა დროშა წითელი გრძელდარიანი რატო მიშა რატო მოგებრძვია სიგარგის მედი რა გაკეთე დადიმშვიდე დალოციო საქართველო ომის საშიშრება არიდე საქართველოს განცლიანება იყოს ამ წელში მიხეილ სააკაშვილის მოსვლით იდება იმის მოსვლასო და აი დღესაც კი ახლა რუსეთში რო კაცი გეტყვის იმას მიშა ვერ დააფასეთო რატო უნდა გაგვიკვირდეს ეს ქალები სახეს რო იხოკავენ იმაზე სააკაშვილზე მე გავიგე მეგობრებო რომ ხელისუფლების მიმართ შეიძლება პრეტენზიები გქონდეთ უამრავჯერ და ამის მეც რას ვაკეთებ ჩვენ უამრავ მათ ნაკლოვანებებზე ვსაუბრობთ და ახლა აი მაგალითად იგივე ბოლო მათი გადაწყვეტილებებზეც ძალიან ხშირად გარეჯის თემაზე ავიღოთ გინა ეხა 6 წლის მანქანებიო არ უნდა 6 წლამდე მანქანებიო არ უნდა შემოვიდა ამაზე არაერთხელ მithქვია რომ ეს უარყოფითი ეფექტის მომტანი იქნება რომ ამით ძალიან ბევრი ადამიანი დაკარგავს სამუშაოს და ეხლა აი მინდა რომ აი ლოგიკური გადასვლა გავაკეთო ამ თემაზე ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ რომლებიც აი ამ ტაქსისტობით ირჩენენ თავს. დღეს საქართველოში ბევრს რო ლაპარაკობს ამდენი მანქანა არის. ეს მანქანა იმიტომ კი არ არის რომ ეკონომიკური ბუმია და ის არის ხალხი მაგრად ცხოვრობს. იმიტომ რომ ყველა მოდის რაიონებიდან ტაქსაობს თბილისში, რომ ლუკმა პურიშო და გამეძინავთ მანქანებში კიდე რომ რაღაცა იქ ფული არ გადაიხადონ ბინაში. და თვითონ თბილისლებიც ამით არიან დაკავებულები, იმიტომ რომ საქართველოში და თბილისში არც საწარმოები, არც ქარხნები, არც ფაბრიკები, არაფერი არ არის. თითოეულ რაიონში 5-6 საწარმოო იყო. დღეს იმათ ადგილზე კორპუსები აშენდა. და არ ვიცი ახლა აი 6 წლამდე, ეხლა აი ტაქსისტი რომელიც ტაქსაობს, ხო? ყავს ერთი 10-15 წლის მანქანა. ხვალ რომ მას ეს მანქანა ბოდიში და გაუფუჭდება, მოტორი დაუსტუკებს, ხო? რა სიზამს მაინტერესებს 6 წლის მანქანას როგორ იყიდის? ეხლა თუ გამოიტანს კრედიტით, იმხელა ისეთი საბანკო კრედიტებია, რომ იმ კრედიტის დაფარვაში რა ფულიც უნდა წაიღოს, რა ფულიც უნდა გადაიხადოს, აღარაფერი აღარ დარჩება მე იმ მოგებაში. ანუ ფაქტობრივად
ფაქტობრივად აზრი ეკარგება იმ მანქანის კრედიტით ყიდვას, იმიტომ რომ ეხლა იქ ბანკის კრედიტი უნდა გადაიხადოს, ის ბენზინი უნდა გადაიხადოს და ამხელა კონკურენციაც რაღა დარჩება გეკითხებით. ეხლა ის მანქანა რო ყავს, მისია უკვე ნაყიდი ყავს და ის მანქანაც ის ხო არ არის უკვდავი, ხო ამოიწურავს თავის იმას რესურსს უკვე, იმიტომ რომ ამდენი ხანი ცდომა ხო აქვს. ეხლა შემთხვევით ერთი რაღაც პოზიტიურ ნოტაზე მინდა გადავიტანო, ჩვენი ეს გადაცემის მიწურულისკენ მივდივარ და ეს სოციალურ ქსელს ერთი კაი თვისება აქვს, რომ ზოგჯერ რაღაცა ისეთი დაგმუხტავს, ისეთ რაღაცას მოგცემს განწყობას და შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი კლასელი ყოფილი მიშო მეგრელიშვილი, რომელიც ესე იგი მე ბავშვობაში რომ ერთად დავდივდი და გლანში ვსწავლობდი, მაშინ და დაწყებითი კლასებში ვიყავით და მე გაიყო გზები, არც ვიცოდი ეს კაცი სად იყო და აღმოვაჩინე ამ სოციალურ ქსელში თურმე ეს ამ მანქანით ტაქსაობს და თან მუსიკალური განათლება აქვს და ძალიან კარგად ღერის და ძალიან კაი ადამიანია და ძალიან აი გამიხარდა რომ ესეთი აი მიუხედავად იმისა რომ ძიმე სამუშაოა ეს კაცი ამით კი არ იყო პირიქით პოზიტიური ამ მანქანაში რო ტაქსაობს ღერის და ადამიანებისთვის სითბო და სიყვარული და ეს პოზიტივი მოაქვს. აუ პერსონალურად უნდა გიმღერო ეხლა შენ ერთი სიმღერა რა ძალიან მიყვარს მე ჩემო ქალბატონო აღარ დამაღონო იქნებ გამაგონო შენი ხმა რა გაწუხებს ოცნება თუ ფიქრები ღამღამობით მარტობა გახჩო ოცნებების ფერებს თუ არ მიხვები ფიქრი ოცნებად დაგტოვებს მარტო აღარ ვიცი რას მივანდო ჩემი გულის ხმა ვერ გავიგე ჩემი ხარ თუ სვისი ხარ ჩემო ქალბატონო აღარ დამაღონო იქნებ გამაგონო შენი ხმა აღარ დამაღონო ჩემო ქალბატონო იქნებ გამაგონო შენი ხმა მე ბედნიერი ვარო თუნდაც იმ ტაქსიში ვახალისებ ვინმეს ხასიათზე მომყავს თუნდაც დავაფიქრებ და ავატირებ ესეც მაგარია ხო მე მაგალითად კირჩხიბი ვარ და აი და სევდიანი უყველაზე მაგრად ვერი ვარ ვიდრე მაგალითად მხიარულმა შეიძლება ისევე ვიმღერო როგორც სევდიანმა სევდას რაც შეეხება ნუ ეს სიმღერა ნოდარ ნიკოლაიშვილის ნუ მე მაგიჟებს ამ ბოლო დროს რა მე შენს ნახვას არ ველოდი არ ველოდი არასდროს ბედი თურმე არაცდენს კაცსა ერთხელ გულის ზორს ალბათ ახლა გვიან არის სევდიანი უღერი ვარ შენ სიცოცხლეს ვენაცვალე ჩემთვის ყველაფერი ხარ შენ სიცოცხლე ვენაცვალე ჩემთვის ყველაფერი ხარ დავამთავრე შოთა მილოროვას საცირკო საესტრადო სასწავლებელი თუმცა ყველანი ამ ქვეყნის შვილები ვართ და ვიცით როგორი ცხოვრება იყო ისეს და ეს მუსიკა ყოველთვის ჩემთან იყო ყოველთვის ჩემ გვერდში იყო სიამოვნებდა მე თვითონ რომ აი ის კი არა რომ აი რაღაცა და ვიღაცამ დამინახოს აი ჩემით მინდოდა ეს უნდა ამოსულიყო რა ყოველთვის და ამას პლუს თუ კიდე ვინმეს ეს სიამოვნება მე ამით ვარ ძალიან ბედნიერი ყოველდღიურობა მუსიკა ჩემთვის არის გათენება დღის განმავლობაში თანხლები და აი ძილის წინაც კი რაღაც ჩამესვის ჩემთვის ან უნდა მოусმინო რაღაცას და ეს არის ჩემთვის პირველი სიამოვნება დავიწყე სალამური ფანდურით, შემდეგ უკვე ცოტა ისეთი ასაკი რომ მომივიდა გარდატეხის და რომ მივხვდი რომ ცოტა რაღაც საპირისპირო სქეს მეტად დააინტერესებდა სხვა ინსტრუმენტები და ვხედავდი რომ სხვები აინტერესებდნენ, გიტარაც და ფორტეპიანოც ვისწავლე უკვე ჩემით. დღევანდელ დღეს მიწევს მე მუშაობა ტაქსიზე, ვერ დავიწუწუნებ არა ვარ წუწუნა კაცი და არც ბევრი მინდა და რაღაცა, ბევრი რაღაც შემოთავაზებები მქონია ცხოვრებაში, მაგრამ
ეს ხელოვანი ხალხი ცოტა სხვა თავისუფლების მოყვარენი ვართ და ჩვენით უნდა ვიფრინოთ. ნუ ოჯახი ძალიან დიდია, 900-იანი ოჯახია და ასე რომ მე ახლა ვერ დავიწყებ ნამდვილად რაღაცა კეკლუცობას, რომ აი 4 ინსტრუმენტზე უკრავ, მღერი ვარ ის, მე ამის დრო არ მაქვს. არც არაფერი არ მგონია, მე ამაში სათაკილო რო დღეს ტაქსიზე ვმუშაობ. ურთიერთობებია საერთოდ რა ეს ყველაფერი რა. აი ამ მუსიკამ, აი ეს ურთიერთობები მეტად გააღრმავა. რაც შეეხება ჩემს მეორე პროფესიას, რასაც პროფესია ქვია, ეს ცოტა წლებში შევისწავლე, სამწუხაროდ ქვეყნის დატოვება მომიწია და მირჩიეს რომ იქ დიდად შეიძლება ჩემი ბიჭი გოგოს წერილს აწეს და რაღაცა ვერავის ვერ გაეგო და რამე ესეთი უნდა ცოდნოდა რომ თავი გამეტანა და ასე შემდეგ. ავდექი და ჩავაბარე ერთ-ერთ აკადემიაში, დავამთავრე სამასაჟო ხელოვნება და დღეს ვარ ჩვეულებრივი სერტიფიცირებული ექიმი და მინდა გითხრათ რომ იქაც არ გვტოვებს მუსიკა. მე იქ შევდგო ვინც იგებს რომ რაღაცა ესე ვაიმე თანს ხომ იმღერებ და ახლა ჯექსონი არა ვარ თან ვიმღერო თან ვიცეკო თან მასაჟები ვაკეთო. არ ვიცი გიტარაზე მაგალითად ნოტები აი რას რა ქვია ხო? ნოტს მეუბნებიან რომ ზუსტად ვიღებ. თუმცა არ ვიცი აი რომ გითხრა რომ რა ქვია და რაღაც და რა ვიცი გამოდის რაღაცეები გამოდის რა. რუბლის ქულა ცაზე თლადი არა ის გაისო მიწის წვანე ფიალა გარეთ გამო სიყვარულის დარია ჩაურბინოთ ბაღებს ნიავაკარია თორე მიდის დროანცი და თავანება წუთებს ითვლის საცრა ენა აღვლება მიწყალობე სითბო ერთი მისხალი სანუ გეშო თბილისით გავა მითხარი რომ მიდის თავდება ღემზიანი ბნელდება სიყვარულიც მოგვდება და მერე რა გვეშველება რომ მიდის თავდება ღემზიანი ბნელდება სიყვარულიც მოგვდება და მერე რა გვეშველება მაღაზიაში რო შეხვალ ან ტაქსში რო დაჭდები ისე შემოგხედავს თითქოს რაღაცა ვალი გემართოს ვიცი იმიტომ რომ პრობლემები აქვს და ეს პრობლემები რო აქვს უკვე აი გადმოაქვს ყოველდღიურ თავის საქმიანობაში და აი ხლა აი ესეთი ადამიანები რატო უნდა შევუქმნათ პრობლემები ეხლა ღმერთმა ამ კაცს მისცეს მე დიდი სიყვარულით მინდა მოვიკითხო ეს ადამიანი რა ვიცი აი მართლა ძალიან კარგი ადამიანი და ესეთი პოზიტიური და ისეთი დღეს გადაცემაშიც იყო პრაიმ შოუში იმედზე და იუმორიც აქვს, სიმღერაც იცის ყველაფერი და რაღაცა ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს და იმიტომ იმავშვებიო კონცერტებს ვერ ვატარებო და რამე რო დაემართოს იმის მანქანას და რაღაცა პრობლემები აი რაღაცა გაუფუჭდეს ისე რომ რა უნდა ქნას ეხა ამ კაცმა გეკითხები თქვენ აი რა უნდა ქნას ამ კაცმა ეხა კრედიტი უნდა აიღოს ისეთი რომ უკვე ძალიან ძიმე მდგომარეობაში ჩაიგდებს თავისი აი მრავალსულიანი ოჯახის რჩენას ხო ამიტომ ხელისუფლებას მინდა მივმართოს ცოტა აზზე მოდით რა თქვენ რო ბოდიში და ახალთახალი ამ ლექსუსებითა და ჯიპებით რო დადიხარ ეგრე არ დადის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იქ დღეს ეხა ხუნდაძემ თქვა რომ არ ვეთანხმებიო. კარგია რომ აი თვითონ ოცნებიდან არ ეთანხმებიან, მაგრამ მარტო ამის თქმა კი არ არის საჭირო გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა იქნას ეს ყველაფერი გატარებული რეალობაში. და არ უნდა შეიცვალოს ეს და აი ხლა ეს კაცი აგერ რომ წარმოგიდგინეთ თქვენ, აი ეს სიმღერები მარტო იქ კი არ უნდა ჟღერდეს ამ მაშინ რა ქვია მანქანაში არამედ ამ კაცს ეხლა მე რო ვიყო იმედის აი ეს წამ ხელმძღვანელი მოვიწევდი რაღაცა გადაცემას მივცემდი იუმორიც აქვს სიმღერაც იცის და რაღაცას კარგ გადაცემას გააკეთებდა და მარტო მანქანით კი არა იქაც იქნებოდა მაგრამ ეხლა ჩვენთან თურქული სერიალები და ერთი და იგივე მომღერლებმა უნდა იტრიალონ ზოგჯერ არის რომ ადამიანს სახიობს მომღერალს, აი ქუჩიდან წაიყვანენ და დასვამენ. ესეთი რამე ბევრჯერ მინახია და ამ ადამიანსაც მე იმიტომ კი არა რომ ჩემი კლასელი იყო, არამედ იმიტომაც რომ მართლა აი პოზიტივით განმივსჭვალე, როდესაც ეს სიუჟეტი ვნახე, მის შესახებ არც ვიცოდი დიდი ხანი აღარ მქონია, იმიტომ რომ ძალიან ისეთი გზები გაიყო, ჩვენ დიდი ხანი აღარ მყავდა ნანახი და სიმღერას რაც შეეხება მართლა ისე უნდა ვიცხოვროთ, აი რუსლან მიქაბერიძე თქვა ერთხელ რომ
აქო კიო სიმღერები ისა, მაგრამ თავარია იქ რა სიმღერას ჩაგვირთავენ ჩვენ. თავარი შვილო ის კი არ არის რამდენი ცრემლით დაგასველებენ ან რა მასშტაბის სუფრას გაშლიან ან რა მუსიკით გაგასვენებენ რას შეგიქებენ რით შეგამყოფენ ან რის ჩადენას დაგაყვედრებენ თავარი არის აქედან მისულს იქ რა მუსიკას დაგახვედრებენ ისე უნდა ვიცხოვროთ რომ აი იქ კონდეს მართლაც ისეთი რაღაც არჩევანის გაკეთების საშუალება შეიძლებაოდეს ჩვენთვის რომ კარგ ადგილას მოხვდეთ და ამიტომ სიკეთეები უნდა ვაკეთოთ კიდე ერთხელ ვიმეორებ და რაც თავარია ისევ დაუბრუნდები ჩვენს ქვეყანას და ხელისუფლებას მოუწოდებ რომ ხალხი საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იმითი კი არ უნდა ირჩენდეს თავს რაღაცა იმ საქმიანობით რომლებიც მათ არ ეხალისებათ მანქანაზე იჯდნენ თუ რაღაცა სხვა საქმიან არამედ ისეთი სამუშაოები უნდა შევქნათ ჩვენ როდესაც წელში გამართული იქნება კაცი ფაბრიკა ქარხნები შევქნათ და არ ვიცი ახლა აი ამ სტადიონის აკეთების გადაწყვეტილებაც რატომ მიიღეს არ ვიცი მე არ ვიცი რომელი ეროვნული ჩემპიონატი გვაქვს ჩვენ ისეთი რომ ხალხი ფეხბურთზე დადის წელიწადში 2-3 თამაშის გამო შეიძლება რომ იმხელა სტადიონი შევქმნათ რომ ნახევარი ბიუჯეტის ხელა როა როცა შენ დინამო სტადიონი გაქვს რა საჭიროა ახალი სტადიონი შექმნა ახალი სტადიონის ფუფუნება რო გქონდეს კი ბატონო იმ ახალ სტადიონს რა ფული ჭირდება 2-3 დიდი საწარმო გაკეთდებოდა და 1000 კაცი დასაქმდებოდა რა თქვინა ეს პაკაზუხობა მე ვერ ხვდები რა ღმერთმა ჯამთელად ამყუბოს ხვიჩაყვარაცხელია მაგრამ რაღაცა რომ ტრავმა რამე რო დაემართოს არ ვიცი ეს ნაკრები საერთოდ სხვა ნაკრები იქნება კიდე რა მოდი რა ჯერ ჩემპიონატის დონე აამაღლეთ და რაიონებში იმას ქენით რა ქვია სტადიონები შექმნით სადაც მართლა ხალხი დადის და არ არის საჭირო თბილისში 5 სტადიონი გქონდეს იმ სტადიონებზე არ დადის ხალხი და რა თქინა და წელიწადში 3-ჯერო სტადიონი გაიფსოს ამისთვის ამხელა ფული უნდა გადავყაროთ ლოკომოტივის სტადიონი გვაქვს ისა გვაქვს დინამო სტადიონი გვაქვს და ბათუმში შესანიშნავი სტადიონი გვაქვს კიდე რა გახდა ვერ გავიგე ამ პატარა საქართველოში ამხელა ფუფუნებას ამხელა იმის საშუალებას თვითონ აგერ 10 მილიონიანი ბელორუსი ვერ აძლევს თავის თავს რა ერთი ცენტრალური სტადიონი აქვს იქა მინსკში ეხლა ააშენეს ჩინელებმა და ეგ არის და ეგ და ჩვენ ამისთანა უნიკალური დინამო სტადიონი გვაქვს რატო უნდა ავაშენოთ კიდე ფული გადავყაროთ იმაში რომ ვითომ ესე იგი აწყობილი გქონდეს საქმე არ ვიცი მეგობრებო ძალიან ბევრი რამე არის რაღაცა ცოტა გადასახედი და თუ არ გადაიხედება ეს ისევ ჩვენ მოსახლეობას დაარტყამს კარგად ბრძანდებოდეთ შევხვდებით მომავალ გადაცემაში ერთმანეთს